გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ტრადიციულად ჩემს გამომწერებს და ყველას, ვინც ამ ვიდეო ჩანაწერს იხილავთ და მოისმენთ. ეხლა მოდით ასე გავაკეთოთ, გამოვაცხადებ მიუხედავად იმისა, რომ დელიკატური ფორმით გამოვაცხადეთ ჩემი სათქმელი და ვთქვი, გამოვაცხადებ მორატორიუმს. მთავრობასთან დაკავშირებით არ მინდა საერთოდ, არ მიყვარს საერთოდ ეს პოლიტიკური წიაღისეულები და არ არის რა ეს ჩემი მაინდა-მაინც პროფილი, ასე ვთქვათ, რომ მე მაინდა-მაინც მივადგე და ვიღაცა ჩემი დამოკიდებულება გამოვაცხადე საერთოდ ნებისმიერი მთავრობამ არ შეიძლება გუშინ ისიც გამცნეთ, რომ ჩერჩილმა რო თქვა და კიდევ გავიმეორებ, თუ შეგიყვარდა მთავრობა, ჩანიშნე ფსიქიატრთან ვიზიტი. აი ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. ეხლა თუ ვიღაცამ რა ვიცი ადამიანი ვარ მეც და მაშინ წინა იმაზე და სავთქვი კაცო არ მინდა რა რომ ვილაპარაკო დაუსრულებლად. მოდი ახლა ცოტა სახალისო ამბავს მოგიყვებით და თქვენ თვითონ ცოტა გახალისდებით, აღარ ჩემი მსმენელი ყოველთვის ელოდებით რომ რაღაცა სერიოზულ თემებს ვიხილავ, ზოგი ჩემი თავგადასავალ ზოგს იმას და არ მინდა ახლა სულ დრამატული ისინი ვიხილო და არ მინდა რომ სულ ესეთ იმაში დაძაბულობაში იყოთ რა ჩემი მსმენელი და მოგიყვებით ერთ კარგ ჩემი აზრით კარგ ისტორიას, რომელიც აი ჩემზე არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახავთ რომ ძალიან ვიღაცისთვის შეიძლება ყურადსაღები იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება ჭკუის სასწავლებელი იყოს და რა ვიცი, 1000 რამე შეიძლება, 1000-ნაირად შეიძლება გამოიყენოს ვინმე ეს ამბავი. ახალგაზრდობაში ვიქნებოდ სადღაც 25-26 წლის ასაკში საქართველოში ვიყავი და ვისვენებდი ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, ერთ-ერთ რეგიონში, ასე ვთქვათ. ხო და ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობდა იქ. ზაფხულში ამოდიოდა ზოგიერთი ოჯახი, მაგრამ ძირითადი ოჯახები 7-8 ადამიანი იყო და სულ მოხუცები იყვნენ. ამ მოხუცებს ვეხმარებოდი მე ახლა ზაფხულის პერიოდი კი იყო, მაგრამ იქ ზოგს შეშის დაჩეხვა უნდა და დალაგება უნდა და კარგი მოხუცები იყვნენ, ტკბილი მოხუცები, აი ზოგი ძალიან ღრმად მოხუცებული იყო უკვე და ერთგვარი ისიც ახლა მე მაინც იქაც მაინც ფიზიკურად ყოველთვის აქტიურობდი და ეს ჩემთვის არა მარტო მადლი იყო იმისთვის მოხუცებისთვის, არამედ ძალიან კარგი საშუალება მოძრაობის. ამ მთიან სოფელში ერთი კაცს ჰქონდა კოტეჯი, ანუ ჩემი კოტეჯიდან, სადაც მე ვისვენებდი, ორი სახლის იქით, ორი კოტეჯის იქით ცხოვრობდა და ერთ-ერთ მათგანში ადგილობრივი მოსახლე იყო, ცოლ-ქმარი ცხოვრობდნენ იქ მოხუცები, ასევე და ამ რაღაცა ჩიხივით იყო და იქ ბოლოში ცხოვრობდა ის კაცი, მაგრამ ეს კაცი არ იყო აქ ადგილობრივი მოსახლე, კი ჰქონდა ეს რაღაცა ჩადგმული ეს სახლი. დასასვენებლად ეს აღმოჩნდა საქართველოში ერთ-ერთი დიდი ფულის და ქონების მფლობელი ადამიანი, რომელსაც სხვათა შორის იქ ახალ-ახალი მანქანა, მაშინ რა უცხოური მანქანები არ იყო და რაც იყო, ესე იგი უმაღლესი მარკის მანქანა ჰქონდა და ეს იყო თურმე, რა ვიცი, ესე იგი ფრონტ გამოვლილი ადამიანი და ასე შემდეგ და ასე არ ვიცნობ ჯერ, დაინახა რომ ეხა მოხუცებს ვეხმარები და რაღაცა იფიქრა ეხლა ეს კარგი ახალგაზრდა ჩანსო და დამიმეგობრდა ეხლა მიუხედავად იმისა რომ იყო ერთი 80 წლამდე ეს კაცი. წარმოვიდგინეთ ეხლა რამხელა სხვაობაა 25 წლისა ვარ დაახლოებით 26 და
ეს კაცი არის ამხნის. მაგრამ კარგ პეწიანად გამოიყურება და ქართული ლაპარაკი ცოტა თითქოს რაღაცა რუსული აქცენტით ლაპარაკობს, ანუ რაღაც უჭირს ასე ვთქვათ ქართული საუბარი და ერთხელაც გამოიტანა ჩემი დაწურული ღვინოაო, ჩემთან გამოვიდა, მე მარტო ვიყავი იქ, ხო და ერთი სიტყვით დავჯექით, რამე და იქიდან ცოტა დავმეგობრდით. სოფელს შეუჩივლია ამისთვის, რომ წყალი არა გვაქვს, ამდენი წლებიაო, წერთო და გამიყოლა ერთი ორშაბათი დღე იყო, გამომყევიო მანქანით, წავედით მისი მანქანით. ხო და შევედით რაიკომის დივანთან და რაიკომის დივანს უთხრა მე ესა და ეს კაცი ვარო და შენ როგორ გონი ახლა შენი გულისთვის მომხვდა ის სამიტყვიაო იმაშიო ფრონტზეო რომ შენ აქ სავარძელზე გენებივრაო და გექანავაო ამადამ სოფელს რო წერს წყალი არა აქვს და ისაო რაც მიქვია გზიხარო და იმაშვებიო შენი კეთილდღეობა მე მოვიტანეო და ერთი სიტყვით ძალიან ისეთი იმათ მიუდგა ამ კაცს ცენტრალურ კომიტეტში ჩავალო და შენ დუხი არ იქნება წყალი გააკეთეთ ერთ კვირაშიო მართლაც ეს წყალი გააკეთეს და სოფელს მართლა კარგი საქმე გაუკეთა ამ კაცმა მომიყვა ასეთი რამ ესე იგი ეს კაცი ყოფილა თბილისში დაბადებული გაზრდილი ოღონდ ამისი წინაპრები სოფლიდან ყოფილან ჩამოსულები და შეძლებული ოჯახი ყოფილა და ვაკეში ძალიან დიდი სახლი აუშენებიათ ის მაშინ ეხლა ვაკე ძალიან ისეთი არ იყო ეხლა რომ არის ვაკე მაშინ არ იყო ესეთი ის გამოკვეთილი უბანი მერე რომ დასახლდნენ ეს რა ქვია მთავრობის ხალხი და ესეთი გამორჩეული უბანი გახდა ამ ხრივ და ვაკეში ჰქონდა ძალიან ესეთი დიდი სახლი თავის დიდი ეზოთი და ამ ერთი შვილი ამის გარდა შვილი არ ყოლიებს ამის მშობლებს და ადრე გარდაცვლილენ ეს მშობლები ეს დარჩა ფაქტიურად უკვე მოზრდილი ბიჭია და გადაწყვიტა რომ წასულიყო რუსეთში ეს გელაპარაკები დომამდე და წავიდა ეხა ბევრი რო არ ვილაპარაკო წავიდა იქ რაღაც სასწავლებელი დაამთავრა ოფიცრობა მიიღო იქ რაღაცა ესე და სანამ წავიდოდა მანამდე თავისი ბიზაშვილები ჩამოიყვანა სოფლიდან და სამი და ძალიან ესეთი ახლობლები და უთხრა რომ აი ამ სახლშიო თქვენო გაჩერდითო მე მივდივარო დიდი ხნითო თუ ჩამოვედიო ხო სამი თვით ადრე შეგატყობინებთო ან 3-4 თვე დაგასტითო და თქვენ ისე ქენითო რომ მე ჩაგწერთ ამ სახლში ყველაფერს გაიგეთებთ მაშინ ძალიან ჭირდა ქალაქში ეს დღეს ახლა მნიშვნელობა არ აქვს ვინ ახარ სად ახარ და როგორ ახარ დღეს მოქალაქეობას აქვს მნიშვნელობა და მაშინ ძალიან ესეთი ჭირდა რომ თბილისში შენ სამსახური გეშოვა თუ არ იყავი ჩაწერილი ხო და ჩაწერა ეს ბიზაშვილები ჩემო და დაუთმო ეს სახლი მაგრამ შევთანხმდეთ ახლა მათ ხელწერილებს ხო არ დააწერილებთ აკაცო ალალი ბიზაშვილები იყვნენ ეს მისი და მეტი არავინ ყავდა დაძმები და ის არ ყავდა ხო და წავიდა ეს კაცი და წავიდა რა ერთ სიტყვით დაიწყო მერე ომი ეს უკვე ოფიცერი იყო იბრძოდა ფრონტზე შემდეგ იაპონიის ომში წავიდა იქიდან გერმანიამ რო კაპიტულაცია έκανε მერე იმის შემდეგ იაპონიაში მოუხდა ბრძოლა იაპონიასთან და გარკვეული წლების შემდეგ დარჩა მოსკოვში რომ დამთავრდა ეს ომი და ესე იგი ერთი ხანობა კრემლში მუშაობდა ამ ძალიან ესეთ გამორჩეული ის იყო რა ქვია სამხედრო თან ეხერხებოდა ეს რაღაცა აი როგორ გითხრათ იცით აი რაღაცა აი რო იტყვიან ხოლმე ესეთი აი ცოტა ესეთი ფხიანი კაცი იყო რა ხო და ამ კრემლის იმათთან დაახლოებული კაცი ამ მთავრობასთან იმასთან რაღაც გააკეთა ობიექტები რაღაც სასკვების ობიექტები ხო და გააკეთა შემდეგში უკვე პრიბალტიკაში ეს გააკეთა ვარშავაში გააკეთა რაღაცა ძალიან დიდი ფულის პატრონი გახდა რა ერთი სიტყვით მოგზაურობს დადის იქიდან ცოტა მოგვიანებით დაქორწინდა ეს როგორც გავიგე
და გასულია უკვე რაღაც არ ვიცი დიდი ხანი რა არ ვიცი 30 წელზე მეტი და უფრო მეტი რა ვიცი 40 წელამდე არის გასული უკვე და ამ ბიძაშვილებს ახლა არ ეხმიანება არა აქვს კავშირი რა არავისთან არა აქვს კავშირი და თავისთვის ცხოვრობს ერთი სიტყვით დააგროვა დიდძალი კაპიტალი მოხუცდა ყავს გოგო და ბიჭი დიდები არიან უკვე ესენი და დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნდა საქართველოში და ძალიან სერიოზული ქონების პატრონია. იმ დროისათვის ერთ-ერთი უსერიოზულესი ფიგურა ჩამოვიდა საქართველოში და თანაც ეს დამსახურებული ამ მთელი მედლებით, იმებით, რაღაც ძალიან ისეთი და ხო იმ რაიკომის დივანს რა უთხრა, იცით რომ მეო ბერლინშიო რაიხსტაგის წინ შევედიო კომუნისტური პარტიის წევრი გავხდიო და სამი ტყვია იმისთვის მომახვედრესო გერმანელებმა რომ შენა გენები ურა სავარძელშიო და ერთი სიტყვით ესეთი შემტევი კაცი. ხო და ახლა მიყვება ახლა მე ეს კაცი ამბავს რომ ჩამოვეთ უკვე ეს გოგო და ბიჭი ყავს ამას არც ერთი არ არის დაქორწინებული და გათხოვილი ოღონ არიან უკვე იმ ხნეს მიტანებულები გოგოც და ბიჭიც რომ უნდა დაოჯახდნენ ესეც გვიან დაოჯახდა თვითონ თურმე და ერთი სიტყვით ბიჭმა მოიყვანა ქართველი ცოლი ეს ქალი მას ყავდა ცოლი რუსულენოვანი თვითონაც ხო გეუბნებით უკვე უჭირდა ესეთ ქართული ლაპარაკი ხო და ეს ბიჭი ძალიან ის მოიყვანა ქართველი ცოლი და ამის გოგოსაც შეუყვარდა ვიღაცა ბიჭი და შეუყვარდა ბიჭი ვიღაც ნარკომანი და წარმოიდგინეთ ახლა ამ ოჯახში რა დატრიალდებოდა რომ ნარკომანია ამ გოგოსთან მთელი ამბავი აბა იქით აბა აქეთ შვილო როგორ შეიძლება ესეთი რამე ნარკომანი რადგინდა ამხელა ხო და ვერაფერი ვერ გააგებინეს და მანამდე მინდა გითხრათ ხო რა დეტალი გამომრჩა სანამ ეს ამბავი დაიწყებოდა ეს ბიჭი ცოლს მოიყვანდა რამე რო ჩამოვიდა აბა ახლა ეს კაცი კოსტუმში მუდამ გამოწყობილი ჰალსტუქში რამე მაინც ისა და ჩაიცვა ძალიან უბრალო ტანსაცმელი და ემსგავსა ისეთი გაჭირვებულ ადამიანს და მიადგა თავის სახლში მცხოვრებ ბიძაშვილებს. დაუბრუნდიო მარტო. დაუბრუნდიო და აბაო ჩვენი მოლაპარაკებაო ამათ უკვე შვილიშვილები ყავს სამად გაუყიათ ეს სახლი და მე კედელი ავაშენეო მე რემონტი გავაკეთე მე ეს გავაკეთე მე ის გავაკეთე და აბა როგორ გავიდეთ ახლა აქედანო ერთი სიტყვით რო დაინახეს განადგურებული კაცი და გაუბედურებული. არაო ესო ჩვენ ამდენი ხანია ვცხოვრობთ უკვე აგე შვილიშვილები ყავს ხალხს ცოლები არა ყავდა და უკვე ჩვენი შვილიშვილები უკვე დიდები არიანო და არავითარ შემთხვევაშიო და რაღაცაო და არ ვიციო რა რაღაცნაირად ისე შევაკუჩებთ ფურს და რაღაცას გიყიდით ხა შერადგინა მეტიო მარტო კაცი ყოფილიყარო და სადღაცო პრიგაროდში გიყიდითო რა სადღაც გარეუბანშიო წამოვიდა ეს კაცი რა თქმა უნდა ახლა ქალაქში ამან უცბად 2 თუ 3 ბინა იყიდა ამის სალკე უყიდა ბინა გოგოს სალკე უყიდა ბინა რო გათხოვილიყო და ისა თავისთვისაც ისა და ქალაქში ხა მე არ მინდა იცით თქვა ახლა ზოგიერთები მწერენ ხოლმე რომ აიო შენ იმაზე მოყევიო ერთმა მომწერა ერთმა მან დამიწერა კიდე ესენი ის იყვნენო ეს მაგრამ მე ხო არ დავასახელებ არა ვინ იყვნენ და რა იყვნენ მე მაგის უფლება რა აღარ არის კაცო ცოცხალი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მე რატო უნდა დავასახელო ის თუ ვინმე მიცის და თუ ვინმე მიხვდება ახლა რამდენჯერმე იყო ეს შემთხვევა რომ მოუყევი სხვაზე და მომწერეს და მანდაც წერია რაღაცები და თუ იცით იცოდეთ კაცო თქვენთვის მე საქვეყნოდ ხო არ გავაცხადებ ვინ იყო და რა იყო მაგრამ ქალაქში აშენა თვითონ თავისი ყარჯებით ძალიან საინტერესო 70-იანი წლების ბოლოა რა და ქალაქში აშენა
ძალიან საინტერესო ესე იგი ეს ობიექტები, ეს რესტორნები რამე და ნუ ამიტომ ცეკა მთელი ისინი დადის იმ რესტორანში და რესტორნებში და ნუ ერთი სიტყვით ეს კაცი არის ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება და ამის გოგოს შეუყვარდა ეს ნარკომანი. ეს ნარკომანი იქნება ან ჩემი ქმარი, ან არ გავთხოვდები ამ გოგომ გამოაცხადა. ნუ ეს ოჯახი ახლა ჩავარდნილია საგონებელში, მაგრამ რა ქრან კაცო და გაყვა ეს გოგო ამ ნარკომანს. ეს ნარკომანი გახდა ამისი სიძე და მივა დაждდება ერთ რესტორანში, მიიყვანს 30 კაცს, 40 კაცს. ყველა მიცის კაცო ამისი სიძეა. მოითხოვს იქ უმაღლესი დონის საჭმელს, ასმელს ყოველ დღე. ნუ ეს არ არის ახლა თქვათ ის რომ ეს ლამაზის აქციელი არ არის აქ დანაკლისზე და ფულზე და იმაზე არა აქ ამ კაცს ლაპარაკი გასო დიდი ფულის პატრონია და ეს არის უკვე სირცხვილი. საგონებელში ეს კაცი ჩავარდნილი რა გაუკეთოს ამას და ნუ არაფერი გაგონება არ უნდა ამას არაფერი არ ესმის რა. პირიქით ესე იგი სული მასია გაბრუებული და დაეცა თუ ძმა ხარ და ხო იცით ახლა როგორ იციან ნარკომანებმა და ეს ნარკომანების ბრიგადა დადის ხან ერთ რესტორანში ზის ხან მეორეში და არის ერთი ამბავი და ერთი გნიასი და ხო და ერთი სიტყვით ამ კაცთან ამ რესტორანში დადიოდა ახლა სამმართველოს ხალხი დადიოდა სამინისტროს შინაგანი სამინისტროს ცეკა ტეკა რა ვიცი ქვეყანა ამასთან დადიოდა და ერთი სიტყვით სამმართველოს უფროსის მოადგილეს იცნობდა დაახლოებით ნუ რაღაცა ცოტა ახლოს იყო იქ გაიცნო ამ კაცმა და ამას შეშივლა რა ერთი სიტყვით ეს პოლკოვნიკი ყოფილა ვიღაცა და უთხრა ესეთი ამბავი ხდება ჩემ თავს და რა გავაკეთო მირჩიეო. ამ კაცმა უთხრა მაგის წამალს მე გასწავლიო და დაждდნენ და მოილაპარაკეს და ეხლა ასე განვითარდა მოვლენები. ეს ბიჭი ერთ დღესაც დააპატიმრეს. დააპატიმრეს და წაიყვანეს სამმართველოში ჩააგდეს. აი კომუნისტების დროს ამიტომ იყო აი ნამუსი რაღაცები მაინც არსებობდა შეიძლება რაღაც უკანონობა გაიკეთებინათ მაგრამ სიკეთე მოეტანათ აი მაინც იყო ეს კომუნისტების დროს მაინც არსებობდა ეს ნამუსი და ეს რაღაც მორალი ხო და დააპატიმრეს ეს ბიჭი ჩააგდეს ესე იგი იმაში რა ქვია დაბლა და მიმდინარეობს ახლა ამოცნობები ისინი ვითომ და მოყავთ ხალხი ახლა ეს გადაცმული თავიანთ თანამშრომლები, მაგრამ აი ის ვინ არის? ვითომ მოწმეები მოყავთ, ვითომ ისინი მოყავთ, ესენი ეს და ამოცნობაზე 4 მაგაცმა მოიცნო და რაში მედება ბრალიო ახლა ეს ნარკომანი გახკივის კაცო. რაში გედება ჩემო ბატონო უთხრეს მკვლელობაში განზრახ-კვლელობის იმით არის რომ მუხლით არის აღძრული საქმე. რას ამბობთ კაცო? ნუ რას ვამბობ და აგერ 4 მოწმემა ამოგიცნო ახლა და შენ როგორც გინდა იყვირე და იჭრივლეო. რას ამბობ კაცო რა მკვლელობა რის მკვლელობა დამაკავშირე თუ იქნება უფროსთან რა უფროსთან არა იმასთან მკვლელი ხარ ვიღაცა გარეწარიო და გავიდა 2 დღე ყვირის ეს უფროსთან და ნუ ახლა ეს მოწყობილი ამბავია და აყავთ იქ მოადგილესთან იმასთან და რა გინდაო რას ყვირი ხარ ბიჭო მან უთხრა რა არისო რა იღი ქვეყანა და შეიმასკენიო აიკელია ქაურობაო. რა გინდაო? მე უფროსო ვარო ამადამ კაცის სიძეო. რაო? ამ კაცმა უთხრა, შენ იმის სიძე ხარო? შენ როგორ შეგიშვეს ოთახში შეგარეწარო? თან მკვლელი ხარო. როგორ მე გააგებინეთ ჩემს სიმამსო? რას ამბობ კაცო? მე რანაირად უნდა გავაგებინო? ან რატო უნდა გავაგებინო? შენ ახლა ცოტა ხანში რამდენიმე დღეში ამას იმას ვიზავ და პროკურატურის პრეროგატივა მკვლელობაზე გადავცეთ პროკურატურას. მეტი მე არაფერი არ შემიძლიაო. გააგებინეთ გთხოვთო. ნუ ვითომ მოლბა ის კაცი ბოლოს ბევრი ლაპარაკის შემდეგ და მაშ ვიღაცას გავაგზავნი ყოველ შემთხვევაში შევატყობინებო რა. ერთი სიტყვით მოვიდა ის კაცი და ამოიყვანეს ეს პატიმარი. სიმამრიზის იმ მოადგილის კაბინეტში მიმდინარეობს ეს და
ესეუბნება რომ მე არ მომიკლავს კაციო და შენი ჭირიმეო სიმამრს ეხვეწება მომეხმარეო რა შენო ამ ხელა სახელის პატრონი კაცი ხარო ასეო ისეო რაში უნდა მოგეხმარო გაზო მკვლელი ხარ და გარეწარიო და ჩემი არც ერთი სიტყვა არ გესმოდა და არაფრად არ მაგდებდი მასხრად მიგდებდი დადიოდი და დაატარებდი იმზე რაზმებით და იმით დადიოდი და იმაში რა ქვია გამათახცირე კაცი მთელ ქალაქშიო როგორ უნდა გიშველო მე რატო უნდა გიშველო იმიტომ რომ სიძე ხარო არა ვითარ შემთხვევაში ვაიმე შენი ჭირიმეო ესეუბნება ყველაფერს დაგიჯერებ ოღონდაც მიშველე დამეხმარე რანაირად უნდა გიშო და ამ დროს გადის ეს ვითომ რა ვიღაცა ურეკავს თუ რაღაცა ეს მოადგილე გადის ტოვებს ამათაგ და ესეუბნება ჩუმად ეს სიმამრი რომ ფული მომთხოვეს იმდენიო ყველაფერი რო გავყიდო რაც გამაჩნია და აი თუ რამე გამაჩნია ფულიო 1-4-5 იმდენი კიდე სასესხებელი გამიჩნდება ალბათ იმ ხელა ფული მომთხოვეს და თანაც მთლიანად კი ვერ გამყევხარ მე რას ამბობო კაცო მე მკვლელი არა ვარო ნუ არ ვიცი მე ამ ფულს ვერ მოვიტანო შენი ჭირიმე ეუბნება ოღონდ დაკედან გამიყვანე და გინდა კარტოფილს გავწკვნი დილიდან საღამომდე ხახს გავწკვნი შენი მონა ვიქნები გარეთ აღარ გავადგამხებს ოღონდ გამიყვანე რა სამოგეს დახვრეტის მუხლი გავს მიშე გაზრაკვლელობა დახვრეტის მუხლს ითვალისწინებს და ამ 15 წელსო და მე ის კი არა ვარო რა ქვია სასწაული მოახდინო და თანაც ძალიან დიდძალი ფული მთხოვეს არ ვიცი სადამდე დაგიყენებენ ამ სროქს როგორ და რანაირად მოხდება არ ვიცი ვერ გეტყვი მაგრამ იმდენი ფული მთხოვეს მე ამ ფულს ვერ მოვიტანო ისეს ხეო უთქვია და მე გადავიხდიო მე აგე უკვე ხნეში ვარ შესული მე როგორ უნდა გადავიხადო ფულიო არ ვიცი მე გადავიხდიო ოღონდ გამიყვანი აქედან ნუ არ ვიციო რა წავალო რა ვიცი აი გენდო მენდე კი არაო აი გეპიცები ყველაფერსო ოღონდ აქედან გამიყვანეო ყოველ დღე მუხლებს დაგიკოცნიო რას ამბობო კაცო კარგიო და შემოვიდა კიდეს ის მოადგილე და ჩაიყვანეთო პატიმარიო დაბლაო 2 დღის შემდეგ მოვიდა ეს კაცი ამოაყვაინეს ეს პატიმარი და უთხრა როგორც იქნაო მთელი შევყარე თუ სადმე ნაცნობი მყავდა ევროპაშია მოსკოვშია პრიბალტიკაში იქით აქ თუ სადმე ვინმე მყავდა ყველას ვესესხე ფულიო გამყევხარ ეხლა მთლიანად მეო მაგრამ ერთი სიტყვით ეს საქაღალდეო თაროზე დაიდებაო როგორც ვინმესთან შეგამშნევენ პატარა ხიფათიც რომ რაღაცა მოხდეს ან რაღაცა ვთქვათ ნუ რაღაცა ეჭვი ვიღაცა მიიტანოს რაღაცაზე შენახლებელზეო ესევე გაცოცხლდება ეს საქმეო და მე კი არაო ცეკას მდივანი ვეღარ გიშვენისო დღესვე უნდა გააგებინო ყველას რომ ესეთ მდგომარეობაში ხარ და ჩამოშორდე ყველაფერს ოღონდ აქედან გამიყვანეო რასაც მე თქვი იმას გავაკეთე ერთი სიტყვით გამოიყვანა და იმის შემდეგ მე უთხარი კაცო ნარკომანის გამოსწორება მე არ გამიგია მეთქი მე უთხარი ძალიან ძნელია თურმე როგორც ვიცი და მაშინ ახლა ახალგაზრდა ვიყავი და რასაც უყურებდი მე ხოდა ნუ აი ასე გამოვასწორეო ჩემი ქალიშვილთან ერთად გადიოდა ქალაქშიო მარტო აღარ დადიოდაო დილიდან საღამომდე ჩემთან ტრიალებდაო ბოლოს ერთი ობიექტი ჩავაბარეო ისე კარგად გაუძღვაო ნუ კაცად ვაქციეო რა ეხლა ესე დამთავრდა ამ ნარკომანის ამბავი მაგრამ ერთი რამე უნდა გითხრათ იმ ბიზაშვილების ამბავი როგორ მოიქცნენ მე მინდევს მანდ ერთი მოთხრობა და იქ ერთი პერსონაჟი ამბობს რომ ადამიანების ჩემი მეგობარი ადამიანების უბედურება დაიწყო მაშინ როცა მან ფული მოჭრაო ანუ პირველი ფული როცა მოიჭრა იქიდან დაიწყო კაცობრიობის უბედურება ზოგიერთი მატერიალურს
მატერიალურზე ცვლის მარადიულს. ანუ მარადიულს რას უგულისხმობ რა? მარადიული ხო სიყვარულია კაცო. მარადიული ხო ღმერთია და ღმერთი ხო სიყვარულია და აი ამ მატერიალურს რომ ამჯობინებ იმას და არანაირი ღირებულება არ გაგაჩნია შენ უკვე. და მე მინდა აი ერთი რამე გავახსენო ადამიანსაც ახლა მომივიდა თავში ბრძენ ლუკმანს კითხეს ერთხელ თურმე ერთი ქალიშვილი ყავდა და როგორ სისურვებდი სიძეთო მდიდარს მაგრამ ნაკლები რეპუტაციის მქონეს თუ ღარიბს უსახსროს და პატიოსანს. ლუკმანს ასეთი პასუხი გაუცია. უადამიანო ფულებს უფულო ადამიანი მირჩევნიაო. და ამ საუბარში კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა, როდესაც ილიას უთხრა ეკატერინე ჭავჭავაძემ პეტერბურგში. როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილის 2 რვეული გადასცა, დანარჩენი რვეულები დამეკარგა ამ ჟამთასვლაშიო, ამ სიარულში და იმაში მე ანგარებით გავთხოვდიო და იმ ღარიბსო მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიძა, დედის ძმა, მთავარმართებელი იყო 2 წლის განმავლობაში და მეფის ნაცვლის ფაქტიურად ფუნქციას ასრულებდა კავკასიაში. ეკატერინემ, რომელიც დიდებული ოჯახიდან იყო, დადიანი ამჯობინა მთავარი, ესე იგი, სამეგრელოსი და მას გაყვაცოლად და ჩემი გათხოვებაო ანგარებით იყო და აი რა დამემართაო ეკატერინეს უთქვამს. პეტერბურგში ატყუებდა იმპერატორი რომ ნიკო რო გახდებაო შვილზე 18 წლისო ის ახალგაზრდა გარდაიცვალა მისი მეუღლე და მერე ჩავაბარებო სამეგრელოს მთავრობასო და მოატყუა იმპერატორმა და მერე საფრანგეთში წავიდნენ და ამ წოწიალში მაპატიეთ ამ სიტყვაზე ეკატერინე გარდაიცვალა. მერე ვითომ დაბრუნდა, მერე ისა და ნუ მთელი ცხოვრება ესე არეულ და არეულმა იარა შვილებთან ერთად. და თქვა რომ ქალი ანგარებით არასოდეს არ უნდა გათხოვდესო. აქ მარტო ქალზე არ არის ლაპარაკი, აქ საერთოდ არის რა, ადამიანებს მე აღარ მინდა ეხა ის ვთქვა იმ ოჯახს, ორ ოჯახს რა დაატყდა და არც ღმერთი არ შეგარჩენს ესეთ რამეს და ძალიან ძნელია ესეთი რაღაცები და ამიტომ უნდა ეცადო ადამიანმა აი ასეთ რაღაცაში არ გაეხვიო და თუ უნებლიეთ ჩავარდები ეცადო უნდა გამოასწორო და შეასწორო ეს შენი შეცდომა. არასოდეს არ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს ადამიანებმა მაგ თვალით არ უნდა გავზომოთ. ეს არის ჩემი სათქმელი ყველასთვის და არ უნდა გავცვალოთ მატერიალური მარადიულში. ეს არის ჩემი ბოლო სათქმელი. ყველა მიყვარხართ და ყველას მადლობას გიხდით იმისათვის რომ მისმენთ და გლოცავთ. ნახვამდის.